სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. დღეს უფლისმიერ კიდევ ერთხელ ვიქენით გაფრთხილებულნი ყველანი, როცა სახარებას გითხულობდით, რომ ჩვენი რწმენა, შესაბამისად ჩვენი სულიერი ცხოვრება უნდა დაფუძნებული იყოს კლდესაზე და რა არის ეს კლდე და რომლის გარეშეც თუ ამ კლდეზე არ დაეფუძნება, მაშინ დაეფუძნება ქვიშასაზე და ანუ თუ ჩვენი რელიგიური ცხოვრება ქვიშაზეა დაფუძნებული, როგორც წესი ის განსასწრებს ვერ უძლებს, როგორც უფლისმიერ ვართ განსწავლული. რა არის ეს კლდე? კლდე არის ქრისტეს როგორც ღმერთის აღმსარებლობა. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ვაცნობიერებთ თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის და ამავე დროს მყარად გვაქვს გამჯდარი ის ცოდნა, რომ ღმერთი რადგან ადამიანად მოვიდა, მან აუცილებლად ადამიანურ ენაზე ჩვენთვის გასაგებად თავის ცხოვრების წესით და სიტყვით განგვიცხადა რა უნდა ცოცხალ ღმერთს, რა არის მისი ნება და ეს განაცხადა იმ სიცხადით, რაც ჩვენ გვჭირდება და რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ შესაბამისად, რომ მარადილ სიცოცხლეში, ერთადერთ სიცოცხლეში, ერთადერთ მარადისობაში, ერთადერთ ბედნიერებაში, ერთადერთ სიკეთეში, ერთადერთ თავისუფლებაში დავუმკვიდრდეთ, რომელიც არის ცოცხალი ღმერთი. ეკლესიამ 2000 წლის განმავლობაში ღვთისნება, რომელიც განცხადებულია წმინდა წერილში, სულიწმინდა ღმერთის მიერ, სულიწმინდა ღმერთთან თანამშრომლობით და უფალიც გვპირდება ამას, რომ სულიწმინდა ღმერთი როგორც ნუგეშინის ცემელი რომოვა, ყველაფერს გაგვახსენებდა, რაც უფალმა გვითხრა, განგვსწავლი და აგვიხსნი და განგვიმარტავდა. და ზუსტად ასეც მოხდა 2000 წლის განმავლობაში სულიწმინდა ღმერთი, რომელიც თანამშრომლობს განწმენდილ გულებთან, ანუ წმინდანებთან, მათთან ერთად აღმოსთქვავს იმ ცოდნას, რომელიც ცოდნაც ჩვენ კვლავ და კვლავ უფრო მეტად და მეტად სიღრმისეულად წარმოგვიჩნევს, თუ რა უნდა ღმერთს და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისათვის, რომ ქრისტიანები გვერქვას ამ სიტყვის ნამდვილი და დიდი გაგებით. და ეს აღმონათქვამები და ამავე დროს ცხოვრების წესი ამ ადამიანებისა, წმინდანებისა დაწყებული მოციქულებისგან სხვადასხვანაირ ფორმას იძენდა და ერთ-ერთი ფორმა, რასაც ეს იძენდა და რომელშიც მე განცხადებულია ღვთისნება, ეს არის ლოცვები, ანუ ღმერთთან ურთიერთობის სიტყვიერი ფორმები, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ სულიწმინდა ღმერთთან თანამშრომლობის შედეგად არის წარმოქმნილი, შექმნილი, თუმცა რამე განსაკუთრებულად ახალი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ის არის გაშლილი და განცხადებული, რაც უფალმა გვასწავლა, მათ შორის მამაო ჩვენოს გულისხმობ. მამაო ჩვენოს უფლის მიერ არის გადმოცემული და საერთოდ ყველა ლოცვა, როგორც ხშირად გვითხოვს, ეს არის მამაო ჩვენოს გახსნა, ჩაშლა და ამოუწურავი სიღრმე აქვს მას, რომელიც რასოდეს ამოიწურება ამ სოფელში ყოფნისას ყოველ შემთხვევაში. და ჩვენ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს დავიწყეთ ლოცვების განმარტება ძალისაებ და ამისათვის ვიყენებდით დილის ლოცვებს და ვთქვით, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ისე გადის წლებს სულიერი ცხოვრებისა, რომ ყურადღებას არ აქცევს ამ ლოცვებს. და მე მინდა გითხრათ, რომ საწყის ეტაპზე განსაკუთრებულად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რა არის საწყისი ეტაპი? საწყისი ეტაპია, როცა ადამიანი ჯერ ვერ ერკვევა რა არის სულიერი ცხოვრების ანი და ჰოე და სწორედ აი ამ წმინდა წერილის, წმინდა მამათა თხზულებების და ლიტურგიკული ლოცვების და სწორედ აი ამ ინდივიდუალური ლოცვების საშუალებით განისწავლება ღვთისნებაში და ეძლევა მის თვალწინ იშლება ის პროგრამა, თუ მან რა უნდა გააკეთოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე მამაო ჩვენო ხო ჩვენი სულიერი ცხოვრების პროგრამაა. ის მოგვეცა იმისათვის, რომ გავიგოთ რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი საკეთებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი საკეთებელი უბრალოდ ზედაპირზე კი არ დევს, არამედ ეს სიღრმეშია. და აი სწორედ აი ამ სულიწმინდა ღმერთთან თანამშრომლობით წარმოშობილი სიტყვების სიღრმეში იმყოფება, რომელსაც გაშიფრვა უნდა, რომელსაც გაგება უნდა, რომელსაც დანახვა ჭირდება, რომელსაც შესაბამისი ცხოვრების წესი ჭირდება.
ეს ლოცვები გვეძლევა ჩვენ იმიტომ, რომ ჯერთი გავიგოთ რა უნდა ღმერთს და მერე შემდგომ ამ ლოცვების შესაბამისი ცხოვრების წესი უნდა გქონდეს და ამ ლოცვების შესაბამისი შინაგანი მდგომარეობა. ჩვენ რაღაც რამდენიმე სრულად არა, მაგრამ რამდენიმე მუხლი გავიარეთ დილის ლოცვებისა და მე მინდა გავაგზელო ეს ასევე რამდენიმე მუხლი, რომელიც ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად გამოგვადგება. დილის ლოცვებში ერთ-ერთი საკითხავი ასეთია. ძილისაგან აღდგომილი გმადლობთ ჩვენ წმინდა უსამებაო და ჩვენ თქვით წინაზეც, რომ ადამიანი რო იღვიძებს პირველი ეს მისთვის ერთგვარი რეფლექსი უნდა იყოს, აი რაღაცა მისი ბუნების ნაწილი უნდა გახდეს, პირველი რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ, ეს უნდა იყოს მადლიერების განცდა და გზნობა. ოღონ ეს რა თქმა უნდა შეიძლება ჩვენი გული ამას ბოლომდე ვერ იღებს ჯერ, იმიტომ რომ ბევრი განსასწრებელი დატვირთულები ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, თუ მადლიერება არ გვექნება ღვთის წინაშე, ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. ღმერთისგან მოგვეცა ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფიერება, სიცოცხლე, გონიერება, თავისუფლება და ამ ყოველივეზე ბეჭედი რწმენა განკაცებული ღმერთისა, რომლის საშუალებითაც, რომლის მიერაც, ანუ ამ რწმენის საშუალებითაც მიერ ჩვენ ისეთი ბედნიერება გველოდება, რომლის წარმოდგენაც არ შეგვიძლია. მიუხედავად ამ ქვეყნიური ბევრი ტკივილისა და განსასწრებისა, ეს ტკივილები და განსასწრებები ვერ ფარავს იმ სიდიადეს, როგორც ვარსკვლავები აღარ ჩანს ამომავალი მზის როცა მზეზე ნიჩია და არც ერთი ვარსკვლავი არ აჩანს. ასე არ უნდა ჩანდეს ჩვენი ტკივილები და განსასწრებები ამ ქვეყნიური უსამართლობანი იმ მზის ფონზე, რომელსაც ქრისტე ქვია. რა თქმა უნდა ჩვენ აქამდე ჯერ მიღწეული არა ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ სასუფეველი ცისა იიძულება, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი, მოვიქცეთ ისე, რომ თითქოს უკვე ნამდვილი ქრისტიანები ვართ. ეს არ არის ფარისევლობა, ეს არ არის აფერისტობა, ეს არ არის ტყუილი. ეს არის სინამდვილე, ობიექტური სინამდვილე, რაც არის ისე უნდა ვიქცეოდეთ, თუნდაც ჩვენი გული ამაში არ გვემორჩილებოდეს. ვიქცევით ობიექტური სინამდვილის შესაბამისად. და გულს ჩვენ აქეთ დავიმორჩილებთ, ღვთის მადლით. ამიტომაც დიახაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს, ვიღვიძებთ, გავიაზროთ, რომ რა მოგცა ღმერთმა და ვმადლობდეთ ყოვლადწმინდა სამებას. გმადლობ ჩვენ წმინდა უსამებაო, რამე თუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის. ვიხსენებ ღმერთის სიკეთეს და სულგრძელებას და რატო ვიხსენებ და ვაგრძელებ. არა განრისხეთ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა. ესე იგი მადლიერებასთან ერთად მე ვიხსენებ ჩემ ცოდვებს, რომელიც ჩამიდენია და რომელიც არის დღევანდელი ჩემი მდგომარეობაც. ცოდვა არის მდგომარეობა თითოეული ჩვენგანისა, სამწუხაროდ. ცოდვა არ არის აუცილებლად რაღაცის ჩადენა, ჩამიდენია კიდევაც, ჩავდივარ კიდევაც, მაგრამ რომც არ მქონდეს ჩადენილი და არ ჩავდიოდე, მაინც ცოდვილი ვარ, იმიტომ რომ ცოდვა ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხანდახან ვლინდება საქმეებში და დანაშაულში. და თუ ეს დანაშაული არ არსებობს, მდგომარეობა მაინც არსებობს. რა მდგომარეობაა ეს და რატომ არის ცუდი? ჩვენ ესეც ვიცით, ეს არის მდგომარეობა, როცა მე ღმერთთან ყოფნა არ ძალმიც, არც მინდა, არც მენატრება, არც მჭირდება, არც განვიცდი. შედეგად ამას რა მოყვება? შედეგად ამას მოყვება ის, რომ მე ვერ ვამყარებ კავშირს სამყაროს შემოქმედთან, არც ვამყარებ და რჩებია გამოკეტილი აი ამ ქმნილ სამყაროში. და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა წართმეული მაქვს. ანუ ცოდვა ეს არის უღმერთობა. რა ფორმითაც არ უნდა იყოს. უღმერთობა როგორც კაცის მკვლელობა, უღმერთობა როგორც წარმართობა, უღმერთობა როგორც ნებისმიერი უსჯულოება და გარყვნილება, უღმერთობა დემონური მდგომარეობა, უღმერთობა პირუტყული მდგომარეობა და უღმერთობა უბრალოდ როგორც უღმერთობა, როცა არაფერს აშავებ. მაგრამ მაინც უღმერთობა, აი ბოჩოლა ხარ და არაფერს აშავებ. მაგრამ უღმერთო ხარ. საბოლოო ჯამში შედეგი ერთ და იგივე იქნება ყვლელისთვის და ბოჩოლასთვის. ერთნაირად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. იმიტომ რომ სიცოცხლეზე ორივე თქვა უარი და არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს. ამიტომაც აი ამას ხედავ მე ჩემ თავში, ვძნობ და ამავე დროს ეს ვლინდება, არა ბოჩოლა რო ვიყო რამიჭის, ეს ჩემი უღმერთობა არ კონსერვირდება ამ ბოჩოლობაში, არამედ ის ვლინდება ჩემს ქმედებებში, უსიყვარულობაში მოყვასის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ცოდვათა შორის, ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, თუ არ ვცდები ისაა კასური, ან არა აქვს მნიშვნელობა, ეხლა ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს,
რომ ღმერთის წინაშე ჩადენილი ცოდვას, ანუ თავის წინაშე ჩადენილი ცოდვას ღმერთი უფრო იოლად კპატიებს, ვიდრე მოყვასის მიმართ ჩადენილ ცოდვას. მაგრამ ჩვენ ხო და ფარისევლობა რა არის? ღვთის კანონები ყველაფერი შევასრულო და მოყვას სული ვატკინო. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ესე ამბობენ წმინდა მამები, მათ საკუთარი გამოცდილებით იციან ეს. არ შეიძლება რომ მოყვასის მიმართ ფაქიზი ურთიერთობა არ გქონდეს. ასე და ამგვარად ვიზდებით. და ეს ჩემი მდგომარეობა გაცნობიერებული მაქვს, ბევრჯერ შემიცოდავს და ამიტომ ვაცნობიერებ რა ამას. მე ესე იგი მადლობ ღმერთს, რომ მრავლისა სახიერებისა და სრულგზელებისათვის მან შემინდო და არ განრისხდა ჩემს უძღებებასა და ცოდვასა ზედა. შესაბამისად, არა თანაწარმწყმინდე უსჯულოებათა შინაც ჩემთა, არ დამღუპე ჩემი უსჯულოების შესაბამისად. ანუ არ მომექეცი სამართლიანად. ჩვენ ხშირად გონია ხოლმე რომ ღმერთი უსამართლოდ გვექცევა და დიახ, უსამართლოდ გვექცევა. იმიტომ რომ დასასჯელები ვარ და არ გვიჯის. ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩვენი ცოდვების მაგივრად თვითონ მოკვდა და მიუხედავად იმისა რომ მის ამგვარ გაღებულ მსხვერპლს ყურადღებას არ ვაქცევ, გული არ მიჩვილდება რომ ვიაზრებ რომ ღმერთი მოკვდა ჩემი ცოდვების მაგივრად, არ მიჩვილდება გული და მაინც ჩემს გულქვაობაში ვაგრძელებ ყოფობას, მაინც ხშირ შემთხვევაში მე არ ვისჯები ჩემი უსჯულოებისა გამო. და სწორედ ამისათვისაც მე ვმადლობ ღმერთს. ანუ უსამართლოდ მეკცევა ღმერთი. არ მსჯის ჩემი ცოდვების შესაბამისად. და ჩვენი ხედვა ცოტა სხვანაირია ხოლმე. ჩვენ გონია რომ ღმერთი უნდა ჩვენ გვეფერებოდეს და სჯიდეს სხვას. რომ ჩვენ ხვის უსჯულოებას ხედავ და საკუთარს ვერა. ამგვარად არის დეფორმირებული ჩვენი თვალი. არამედ ჩვეულებისამებრ კაცთ მოყვარე მექმენ. ჩვეულებისამებრ და ვიხსენებ რომ ღმერთი ესეთია, ასეთია ღმერთი, ის ყოვლად სახიერი, ანუ ყოვლად კეთილია და მარტო ეხლა კი არ მეკცევა დღეს ამ დილას ესე და გუშინ კი არ მომექცა ესე. ჩვეულებისამებრ, ანუ ის სულ ასე და ამგვარად მეკცევა. მაშინაც კი როცა მე გონია რომ რაღაცა განსასწრელი მაქვს და ვისჯები, მაშინაც კი იგი სიყვარულით მეკცევა. ოღონ ამას დანახვა ჭირდება. და უფსკულსა შინა სასოწარკვეთილებისას მდებარე აღმადგინე. უფსკული სასოწარკვეთილების უფსკული. ვარ თუ არა ჩვენ სასოწარკვეთილების უფსკულში. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ არ განვიცდით მთელი სისავსით ღმერთს როგორც სიცოცხლეს, სხვა სიცოცხლეს, არა მიწიერს. მთელი სისავსით როცა არ განვიცდით მას როგორც იმედს. მთელი სისავსით როცა მას არ განვიცდით როგორც სიხარულს, როგორც ბედნიერებას. ესმით, არა გვაქვს ღმერთის განცდა, როგორც მონახალი ღვთისმეტყველი ამბობს, თუ ქრისტიანს არა აქვს ღმერთის განცდა საკუთარ თავში, როგორც სხვა სიცოცხლესა, ეს ქრისტიანი არ არის. მე კი აღარა ვარ ცოცხალი, ჩემს ცოცხლობს იესო ქრისტე, ხო, პავლე მოციქული ამბობს. აი ეს განცდა ღმერთისა როგორც სიცოცხლისა ჩვენში. ეს როცა არ არის, ადამიანი სასოწარკვეთილების უფსკულში ვარდება და რომ ეს არ დაემართოს, ადამიანი მიმართავს, ყველა ჩვენგანი მიმართავს ამ ქვეყნიურ გასართობებს, ფუჭ ურთიერთობებს, ინფორმაციებს, რომელიც არაფერში არ მჭირდება, სხვადასხვა ტიპის გართობებს, კეთილს თუ ბოროტს პირობითად. თქვათ, მშვენიერს და არამშვენიერს თქვათ. ზოგი ჭამას მიმართავს, ზოგი ღრეობა, ზოგი ცოდვა, ზოგი ხელოვნება, ზოგი სპორტ, ზოგი მუსიკას და ასე შემდეგ. ვლაპარაკობთ უსაგნო თემებზე. და რატო ვაკეთებთ ამას მუდმივად? იმიტომ რომ როგორც კი დავრჩები მარტო საკუთარ თავთან, არა ვარ რა ღმერთთან, ატანა არა მაქვს საკუთარი სიცარიელის და საკუთარ სიცარიელეში ხვდები დანთქმული. ეს იგივეა რომ საკუთარ ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ ღმერთი არ არის ჩემში, გამდევნე მე ის ჩემი გულიდან, საკუთარ ჯოჯოხეთში ვარ დანთქმული და ამას ვერ უძლებს ადამიანი. ამიტომ ადამიანი რომ გამოკეტო მარტო უღმერთო ადამიანი, ფსიქიურად აურევს. იმიტომ რომ ვერ გაუძლებს ის საკუთარ სიცარიელეს. აი ეს არის. ამიტომ დიახაც უფსკულსა შინა სასოწარკვეთილებისას მდებარეა ყოველი ადამიანი. ამიტომაც არის რომ აი ერთ-ერთი სათნოება რა არის? მდუმარება, ანუ ცოტა ლაპარაკი, თქვათ, ხო, განმარტოვება საკუთარ თავთან, ხო, ისიქასტური პრაქტიკაც ხო ეს არის, განმარტოვდება ადამიანის სრულ სიბნელეში, რატო სრულ სიბნელეში? რატო? იმიტომ რომ სივრცეც კი არ ქონდეს გასართობად.
რომ დაათვალიეროს. გესმის, მოიკვეთოს აზრები, მოიკვეთოს ოცნებები, მოიკვეთოს ფიქრები და მარტო იესო, რატო? იმიტომ რომ აღმოაჩენ, ამ დროს აღმოაჩენ ზუსტად, რომ იესო არ გაბედნიერებს და გინდა რაღაცა სხვა, გესმით? და გინდა რომ დროზე დაამთავრდეს ეს ისიქასტური პრაქტიკა, რაც გამოყოფილი, თქვათ, კანონად და გახვიდე, გაიქცი ამ ბნელი ოთახიდან. იმიტომ რომ იესო არ გაკავაყოფილებს რაღაც სხვა გინდა, გესმით? აი როგორ ვლინდება აი აქ ამ დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი პრაქტიკა ლოცვის, რომ ამ დროს ყველაზე მეტად ვლინდება სინამდვილეში რა ხარ. იესო არ გაბედნიერებს, არ აღავსებს, არ განათებს, არ განათლებს და გჭირდება სხვა რაღაცა. და რო გარდაიცვლები სხვა რაღაცა, ისედაც წაგერთმევა. და აღმოჩნდები იქ, სადაც აღმოჩნდები ჯვარი გწერია ყველას, მაგრამ ეს ასე იქნება თუ ქრისტესთან როგორც სიცოცხლესთან არ ვიქენით, აი ეს მჭიდრო ერთობაში, როცა ჩვენ მას განვიცდით როგორც სხვა სიცოცხლეს. სასოწარკვეთილებაში ვდობარე უშენოდ სასოწარკვეთილი რო ვარ ასეთ მდგომარეობაში, კვლავ აღმადგინე რისთვის? აღსთობად, ანუ ძალიან ადრე, ანუ ეს ნიშნავს, რომ ძილს არ ვაძლევ საკუთარ თავს, ვიღბრძებ ეგრევე ფეხზე წამოხვდები, რისთვის აღმადგინე? დიდების მეტყველებად ძალსა შენსა. დიდების მეტყველებად ძალსა შენსა. ანუ ვიაზრებ, რომ შენ არა მარტო სამართლიანი ხარ, არა მარტო კეთილი ხარ, არამედ ძლიერი ხარ. და მე მახარებს ეს ძალა, იმიტომ რომ შენმა ძალამ, ცოცხალმა ძალმა თქვა, შენმა ძალამ, ყოვლის შემძლე ძალამ განაცხადა, განმიცხადა, რომ მნებავს, რომ სადაც მე ვარ, შენ ჩემთან ერთად იყო. და ეს მე იმეც მაძლევს, რომ შენ მე ხელს არ გამიშვებ. ვერავინ წამგლეჭს იმ ადამიანს, რომელიც ჩემთან მოვა ჩემი ხელიდან. შენ ეს განაცხადე და მე ეს ვიცი. და ამიტომ მე მახარებ შენი ყოვლადძლიერება და ვადიდებ შენს ძალას. აც განმინათლე თვალნი გონებისა ჩემისანი. გონების თვალი განმინათლე, იმიტომ რომ მე ვერაფრით ვერ დაგინახავ, ჩემში არაფერი არ არის ისეთი, რითაც დაგინახავ, ერთადერთი რითაც მე შემილია შენი დანახვა, ეს არის ჩემი მისტიკური საიდუმლო ორგანო, რომლითაც მწამს, რომლითაც ვიცი რომ ხარ და რომლითაც შემიძლია შენ როგორც ღმერთი შენს ენერგიებში დაგინახო, ეს არის გონების თვალი. ეს არ არის იტვინი, რა თქმა უნდა, ეს არის გონების თვალი, ეს არის ჩემი შემეცნების უმაღლესი ორგანო, რომელიც სულის უმაღლესი თვისებაა, რომლითაც მე შეგილია კიდევ ერთხელ, რომლითაც მწამხარ, რომლითაც ვიცი რომ ხარ, რომლითაც შემილია გავიგონო შენი და რომლითაც შემილია მე დაგინახო. და ის თვალი განმინათლე, იმიტომ რომ ის თვალი თუ ბნელია, მთელი ჩემი არსება ბნელია, როგორც უფალი სახარებაში იგავურად გვეუბნება. განმინათლე თვალნი გონებისა ჩემისანი და აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა. აი მე ჩემი ნები და ჩემი შესაძლებლობებით მხოლოდ უკეთური პირი მაქვს, უკეთური სიტყვა მაქვს, იმიტომ რომ ის ჩემი ნებიდან აღმომდინარეა და ამიტომ აღიღე პირი ჩემი, ანუ შენ გაბარებ ჩემ სამეტყველო აპარატს. იმიტომ რომ ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს ვაგებ, სიტყვითაც ჩემითა გამმართლდები, სიტყვითაც ჩემითა დავისჯები, იმიტომ რომ სიტყვა გულზეა მიბული ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი. ეს ყველაფერი მე ვიცი და მიუხედავად ამისა, ჩემი სიტყვები თითქმის არასოდეს შენი ნების გამომხატველი არ არის, ამიტომაც გევედრები, რომ ჩემი პირი აიღე, ჩემი ბაგეები აიღე, რომ შენს ინსტრუმენტად იქცეს, რომ შენი მადიდებელი გახდეს. ეს არის ჩემი პიროვნული არჩევანი. აი ჩემი თავისუფლება ამაში ვლინდება, რომ მე გაძლევ ჩემ სამეტყველო ორგანოს შენ და გეუბნები, გთხოვ, რომ აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა და გულისხმის ყოფად გზათა შენთა, რომ არა მარტო ეს აქ არა მარტო განცხადებაა რაღაცა აზრისა, გზნობისა, არამედ გულისხმის ყოფა გზათა, ანუ მე იმასაც მახვედრებ, იმიტომ რომ პირი და გული ერთად არის, რომ რა არის შენი გზა, ანუ ყველაფერს შენ გაბარებ, რომ შენ გამაგებინო, როგორ ვიარო, რანაირად ვიარო, რა არის შენი ნება და მინდა რომ შენი მადიდებელი ვიყოს ჩემი გული და ჩემი ბაგეები. გულისხმის ყოფად გზათა შენთა და ქმნათ ნებისა შენისა, ქმნათ ნებისა შენისა. კიდევ ვიმეორებ, თავისუფალი არჩევანი ჩვენი. ეს არის ღვთის ნების შესაბამისი ცხოვრება. ქმნათ ნება ღვთისა, ქმნათ ნებისა შენისა. რამე თუ მხოლოდ ერთადერთი ნება ის
რომელიც ნამდვილი სიცოცხლეა. ყველა სხვა ნება არის უკეთური, იმიტომ რომ თუ მასთან აცდენილია სხვა ნება, მის ნებასთან აცდენილია, ესე იგი აცდენილია მის გონიერებასთან, მის თავისუფლებასთან და მასთან როგორც ერთადერთ სიცოცხლესთან, ერთადერთ სიკეთესთან, ერთადერთ ბედნიერებასთან. ამიტომ ვთხოვ, რომ მხოლოდ შენი ნება იყოს ჩემში ქმედითი და გალობად სახელსა შენსა და მუდმივად როგორც სერაფიმები გალობენ წმინდა არც უფალი საბაოდ, ანგელოსთან მსგავსად, ბედნიერი იმით რომ ხარ და ბედნიერი იმით რომ მე ვარ შენი ხატება და მსგავსი, მე მუდამ მქონდე სრული გგალობდე შენ სახელს ახსარებითა გულისათა. ახსარებითა გულისმიერად, ანუ ჩემი გული გახდეს თანამონაწილე ახსარებლობა. ეს რა არის? ეს არის შენ რომ ხარ ამის ახსარებლობა, როგორიც ხარ ამის ახსარებლობა, ადამიანად რომ მოხვედი ამის ახსარებლობა, სიყვარული რომ ხარ ამის ახსარებლობა, ერთადერთი სიცოცხლე რომ ხარ ამის ახსარებლობა, ყოველი ადამიანის ერთადერთი მიზანი რომ ხარ ამის ახსარებლობის ძალა მომეცი, მთელი გულით, მთელი ჩემი არსებით. და დიდება და გალობად ყოვლად პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამი ხშირად გეუბნებით რას ნიშნავს ეს ნიშნავს ჩვენს ყოფიერებაში მარადისობის შემოსვლას. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე არის არა ხვალ, არა ზეგ, არა გარდაცვალების მერე, არამედ უჟამო ჟამი. მაინც არ გამოდის სწორად. ანუ ყოფიერება ჟამის და დროის გარეშე, რომელსაც არ აქვს ხვალ, რომელსაც არ აქვს გუში, რომელსაც არ აქვს დღეს, არამედ ის სულ არის, ამიტომ ახლაც აქ არის, ამიტომ ადამიანი ახლაც აქ ამ წუთში, ამ მარადისობის განცდით უნდა იყოს გამსჭვალული და აი ესე ამგვარად ადიდებდეს ღმერთს. ანუ ჩვენ საკუთარ თავში უკვე უნდა ვატარებდეთ მარადისობას და ასე და ამგვარად ვიყოთ ღვთის მადიდებელნი. შეგვეციოს უფალი მოგცეს ზალა სწორად ცხოვრებისა და ხო ხედავთ ერთი პატარა ლოცვა, რომელიც მრავალმა თქვენგანმა ზეპირად იცის, დილისაგან ამდომილი გმადლობ შენ წმინდაოსა და ესე ადამიანი ლაპარაკობს მიერეკება უკაცრავად ამ სიტყვაზე. ნახეთ, რამხელა სიბრძნეა ერთ პატარა ლოცვაში, რომელიც თქვენ გეზარებათ ხოლმე რო წარმოს თქო. და იესოს ლოცვას, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, იესოს ლოცვას, მხოლოდ მაშინაა გზალა, როცა ყველა ეს ლოცვები შიგნით დევს, აი როგორც უკაცრავად რა, ჩიპში რო უსასრულო ტევადობის ჩიპი რო წარმოიდგინოთ, ტექნიკური შედარებისათვის შენდობას ვითხოვ. უსასრულო ტევადობის ჩიპი რო წარმოიდგინოთ, სადაც რომელსაც ვერ გამოლევ, უბრალოდ რომელსაც ვერ აღავსებ, იმდენ ინფორმაციას ჩადებ. იესოს ლოცვა არის უსასრულო მოცულობის ჩიპი, რომელსაც ვერ აღავსებ, იმდენ ინფორმაცია შიგნით. ეს ინფორმაცია ჩვენს მიერ იდება ამ სიტყვებში. ნებისმიერი ურწმუნო ადამიანი, რომელსაც ქრისტეს ღმერთობის არ აწამს, გააჩერე და ათქმენია, აბა უფალო იესო ქრისტე შემიწყალე. მისთვის რისი მომცემი ექნება ეს? არაფრის, იმიტომ რომ ის შიგ ვერაფერს ვერ ჩადებს. გესმით? და რაც მეტი იცის ადამიანმა და ეს ცოდნა შემოდის აი ამ ლოცვებით, თხუზულებების კითხვით, წმინდა წერილით, გამოცდილებით, უფრო მეტად და მეტად ივსება. ამიტომ დიდი წმინდანი იოსები სიქასტი რომ იესოს ლოცვას ამბობს და მე რომ ამბობ, დიდი განსხვავებაა, იმიტომ რომ ის სახელი იესოში რაღაც აღარდებს, ხო და მე კიდე რაღაც პატარას ვდებ ჩემი გამოცდილების შესაბამისად. ამიტომაც წმინდა სოფრონ ინგლისელი ამბობს, რომ ლოცვა დოგმატური უნდა იყოს და რას ნიშნავს ეს? ლოცვა სავსე უნდა იყოს, დოგმატი არის ღვთის გამოცხადება. ლოცვა უნდა სავსე იყოს ღვთის გამოცხადებით იღებული ჭეშმარიტებით. ანუ ლოცვა აღსავსე უნდა იყოს ღვთისგან გამოცხადებული ჭეშმარიტებით. და ამ ღვთის გამოცხადების, ამ ჭეშმარიტების შემეცნების ერთ-ერთი უდიდესი მძლავრი საშუალება არის სწორედ ის ლოცვები, რომელიც ჩვენ ეკლესიამ დაგვიდო ნიმუშად იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა მიმართავდეთ ღმერთს და როგორი უნდა იყოს ჩვენი წმენა, რომ ის იყოს კლდე და რომელზეც უნდა დაეფუძნოს ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი სულიერი ცხოვრება და მაშინ ჩვენ სარწმუნოებას აღარაფერი ემუქრება, ვერანაირი განსასწრელი მას ვეღარ შეარყევს. შეგვეციოს უფალი ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.